აი მეგობრებო, ახლა გაჩვენოთ, მინდა მუშაობ და ბარემ რაღაცას გაჩვენებთ რა. ესე იგი, 5 წლიანი გამოცდილება მებოცრეობაში და მეფრინველობაში რაც არის, ახლა სანამ იქინა გამომდინარე, ახლა პატარა მოძრავ საქათმეს ვაწყობ რა. დასრულებულ ვარიანტს მერე გაჩვენებთ, ახლა ეს გადმოყირავებულია. მოგეთ ორი სიტყვა მინდოდა მეთქვათ, 5 წუთიან ვიდეოს გადავიღებ ბარემ რა. რომ ბარემ იყოს. ესე იგი, ეს ყველაზე თხელი სეტკაა. მოძრავ საქათმეს ვაკეთებ. ესე იგი, აქ ჩემს ტერიტორიაზე ან ბოცვერის და ფრინველების მტერი რა არის. მოკლედ ეს სინდიოფალა და კვერნა, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით. ეგ ერთი, კვერნა ეს ერთი. ეს კვერნა მე ჩემი თვალითაც კი ვნახე იქით ერთ-ერთ ღობეზე 1-5 წამი გაჩერდა. სახეში მიყურებდა მივანათე ფანარი რა და კვერნა მოკლედ მელია, რომელსაც არანაირ ღობე არ აკავებს, ჩვეულებრივ კლდეზე მცოცავია. მოკლედ მელიაც არის აქ გარშემო. ტურა არ მოსულა ჯერ აქამდე. ტყურის მეორე მხარეს კი არის ხოლმე ტურების კივილი, მაგრამ ძირითადად მელია კვერნა. საკუთარი ძაღლები ქათმებს გლიჯავენ მოკლედ. მოკლედ შეიძლება წამოუვაროს, შეიძლება კატას წამოუვაროს და დაგლიჯოს ქათამი, შეიძლება ძაღლს წამოუვაროს და დაგლიჯოს. ქაოსია სრულიად, როდესაც ფრინველი მოკავს და ესეთი რაღაცები. და პლუს ვირთხა, ეხა ეს გადმოყირავებულ მდგომარეობაში იქნება. ქვევიდან სეტკა არ ექნება და ვამოძრავებ. რა 1-5 ბაჭიას შეუშვებ შიგნით და 1-5 ვარიას რა პატარა ქათამს რა. სანამ დიდს ავაშენებ, რომ რაღაცა გავერთო რა, რომ იყოს და ბალახს გამითიბავენ, ჩათვალეთ. ხა კი ვთიბავ ხოლმე, მაგრამ ანუ სადაც გადავატარებ, იმ ადგილს მოპარსავენ სულ კურდღლები და პატარა წიწილები. აი წამოზრდილი წიწილები სულ მოპარსავენ რა და გადაადგილების დროს და ღამეც მანდ იქნებიან უკვე ნელ-ნელა რომ დათბება, გადახურული ექნება. ხო, ესე იგი ქარისგან დამცავი, ხო, აი აქეთ, კაი მაშინ იქიდან გავაკეთებ. ხო, მეორე მხრიდან გავაკეთებ ქარისგან რომ იყოს დაცული. ქარი რო იყოს მაგ შემთხვევაში, რო არ გაცივდეს და და ესე უნდა ვამოძრავო რა, მოკლედ ესე დროებით ხოლმე, იმიტომ რომ გასული რო ვარ, ან ძაღლმა, ჩემმა ლომამ კაცო 9 ქათამი დაყარა ეგრევე. ქათმის კისრებს რო ვაჭმევდი. ხა იმისთვის ტომი ჯერიში რო არის რა, ეგრეა რა, მოძრავი მაგისთვის ეგ ხა მოძრავი ხორცი იყო და არც შეჭამა რა, დაყარა კისრებში გადაამტრია რა. კისრებში გადაამტრია და ამიტომ ესე რო წავიდე ქათამს ესე ღიად ვერ დავტოვებ ჯერჯერობით. ან ძაღლის დამმა მომიწევს ხოლმე. ხო და ეხა ძაღლების უმეტესობა იწევს ქათამზე, ყველა არ იწევს, მაგრამ სამწუხაროდ იწევს ზოგი რა. და ეხა ზოგმა ეგრე იცის, სხვა სოფელში იციან ხოლმე, უნდა მოკლაო ძაღლიო, თუ გაიწია ქათამზე და წიწილაზე, ეგ ნიშნავს რომ გაფუჭდაო. ეხა ადრე ეგრე იყო და ადრე ეგრე აკეთებდნენ. ეხა რამდენი ქათამზე გაიწევს, ეხა ჯერ ძაღლის მოკლა ხო არ შეიძლება, მაგრამ მე იმდენი ხო ვერ მოკლავ კაცო. ამიტომ ჯობია რაღაც ერთმანეთისგან იზოლირება გავაკეთოთ. ხო და მოგეთ ეს იქნება იმოძრავებს, ამ საქათმეში ვერ შევა ვერც ვირთხა, იმიტომ რომ ვირთხამ გვირაბი რო გააკეთოს, ის აკეთებს ერთ ადგილზე როცა არის საქათმე გაჩერებული. ხო და ეს დღეს ხან აქ იქნება, ხვალ იქ იქნება, ზეგი იქ იქნება, იმოძრავებს. თან ბალახებს ბუნებრივად გამიპარსავ, იმიტომ რომ ეს ბალახი ზამთარ-ზაფხულს სულ ამოდის. მე 1-2 ცხარი რაღაცა მინდა მოვიყვანო რა. და მოდი ხა ბარემ გაჩვენოთ, აქ ხა რაღაცებს ვაკეთებ და ბარემ გაჩვენოთ რა მდგომარეობაშია პამიდორები. ხა პამიდორების ვიდეო ეს არ არის, მაგრამ მაინც შეგახედოთ. ესე იგი, რამდენია 5-7 პამიდორი აქეთ გადავარჩინე. მოგეთ აი ეს თელი ქარბუქები, წვიმები და რა ვიცი, გადავარჩინე ძლივს რა. და იქითაც არის ესენი ბაზარში ნაყიდი ჩითილებია. ავა, ყვავილი გაიკეთა მან უკვე ღადა ოფასი პატარა, ესე პატარას რას ყვავილი გაიკეთებიდოს მე ჯერ არ მინახავს. ხო და აი აქეთ ესე 5 კიტრი მქონდა ჩარგული, 1 2 3 4 5. ერთი გადარჩა სავით, ეს არის გადარჩენილი ერთი. ყველანაირად ნაცარი გამარგვლა შეწავნა, ყველანაირად ვარ თან გადაყოლილი რა. ეხა ველოდები პლასკაკუცით ჩასაფრებული ვარ, ზაფხულზე რო გამოუშვებენ ფაროსანებს. იცოდეთ, ეგ არის ხახო ხელოვნურად გამოშვებული ფაროსანები რა. და უნდა პლასკაკუცით უნდა დავხოცო. აი ხა ხარიგულა, აი. კარგად არის აქეთ. აქეთ ტრაქტორი, აქეთ ვერ დავხან იმ მომენტში რა, აქეთ არის დახნული. აქ პირდაპირ ორმო ამოვთხარ, იმიტომ რომ ტრაქტორი ვერ დავქოქეთ, რაღაცა პრობლემა ქონდა მაშინ და
აღარ დაველოდეთ. რამდენიმე კიტრი ჯანზია, უბრალოდ ეხა ცოტა წყალი რომ მივას ხა. ხო, აი ეს გარდენიას ხარიგულას პამიდორის თესლისგან ჩემით გამოყვანილი და კიტრები. მოგალ წელს მექნება ეს და იქით ტერიტორიაზე წელს ესე მექნება რა. ნახავ რას იზავს, როგორ იზავს. ნუ ადგილი სადაც დამრჩება, იქ მე ბაზრიდან მოტანილი პამიდურის ჩითილით შევავსებ და აი აქეთ ტერიტორიაზე, აი ეს ტერიტორია აქეთ და ის იქით მთლიანად აი იმ ხემდე, აი იმ ნერგამდე. იმ ნერგის იქით ცარიელია, რომ იქით პამიდურებს ჩავრგავ. ეს უდავთესი აქ მწვადილი რა და დაიწყო წამოსვლა. მწვანილი ვსო უკვე პრობლემა აღარ მექნება, მწვანილი ზამთარ ზაფხული მექნება. იმიტომ რომ იქით მეორე მხარეს მწვანილი გვაქვს ჩვენ და ზამთარშიც იყო მწვანილი. ხო და ვითომ არაფერი, მაგრამ 2 ლარი, 3 ლარი, ან ხილბოსტანში როცა შედიხარ, 2 ლარი, 3 ლარი ეგრევე გაგძვრება მწვანილზე ხოლმე. ან 2-3 ლარი სულ მიდის, აი 3 ლარი მიდის რა. მწვანილზე თბილისში ხა ეგრე ძვირია, რომ აი სადილზე 2 ლარის ან 3 ლარის მწვანილი გინდა. ეგ უკვე აღვკვეთე, როგორც გითხარით, ხა სტაფილოები ნორმალურად არის. აი ვინც იცით ეს სტაფილოების მოყვანა, აი რჩევები დამიწერეთ, მე კი ვიკითხავ, ხა წიგნში წავიკითხავ და არა. აი იქნება დამიწეროთ რჩევები, ვინც იცით რა. სტაფილოზე რა უნდა ვქნა? ანუ ჩავრგე ზამთარში თუ მარტში. როდის უნდა ამოვთხარო? ანუ როგორ ხდება ამის გამრავლება, რა ხდება? ეს რა არის კაცო? ეს მე არ ჩამითესია. ხო და სად არის? აი ეს ხახვია მე მგონი. აი როგორ უნდა გავაკეთე თავაკები ერთწლიან თესლს მომცემს. აი როგორ უნდა მოვიქცე რა უნდა გავაკეთო ხახვზე, ნიორზე და ის დამიწერეთ კომენტარებში ვინც იცით. ეხლა ვიწყებ ამის სწავლას. რომ ანუ ხახვი და ნიორი ძირითადად არის ხახვი და ნიორი სადილში რა ხა სტაფილო 1000 ერთხელ, მაგრამ აი ხახვი და ნიორი სულ უნდა მქონდეს მთელი წელი რა. მე სათბურს რო გავაკეთებ, იქ სათბურშიც მექნება რაღაცა. რომ ხახვი და ნიორი აღარ იყოს საყიდელი. მოგეთ ნელ-ნელა გადადით ხახნო სოფლის მეურნეობაზე, იმიტომ რომ ფიზიკურად ეხლა ქათმის ფილეც ძვირდება. აქ ეხლა უბრალოდ მოსაწყობი მაქვს, ჯერ აი მე რომ მინდა ისე რომ მოვაწყობ. მინიმუმ 300 ქათმამდე მეყოლება მე ავალ 300 ფრთა ქათამზე ავალ უეჭველად რა. ნუ ერთი საშუალო ზომის საქათმეს გავაკეთებ და ჯერ და მე გავაკეთებ ერთ დიდ საქათმეს რა. იქ შევხედავ რა და როგორ და რანაირად ეს ერთ-ერთი რაც მე რაც მაწუხებს ხოლმე არის ძირითადად ეს ფუთუროები იმას უშვება რა. ის პატარა ტილები რო ყავს რა ქათმებს ესევა და მე რაც მასწავლეს კარატე ქვია მე მგონი უნდა შეწამლო, ეგეთი შესაძლებელი არის რომ კარატეთი უნდა შეწამლო და ერთი-ორჯერ კი ვცადე, მაგრამ არ იყო კარგად მოწე. მოგეთ რაღაცა ბანძი საქათმე მქონდა ან გარდამავალ პერიოდში რამდენიმე წლის წინ და ხა ცოტა ნორმალურ საქათმეს რო გავაკეთებ, ხა იქ შევწამლავ, მაგრამ აი თქვენც როგორ იცით, აი ფუთურო რითი უნდა მოვაშორო რა. აი დილაზე ქათამი რო გამოუშვებ, ესე უნდა შეწამლო და საღამომდე არ შეუშვა, არც შედიან ქათმები, მაგრამ არ შეუშვა რა. და რაღაც ეგეთი თემებია და აი მეფრინველობის თამაშიც ცოტა ვირთხები ძვრებოდნენ, ეგ იყო პრობლემა და ძირითადი პრობლემა არის ფუთურო. ხო რაღაც ეს ქათმის ჭირივითაც აქვთ ხოლმე, ზოგჯერ იხოცება ხოლმე, არის ხოლმე მომენტები რა და აი ნუ აცრებსაც კი გაუკეთე და რაღაც, მაგრამ მოკლედ რა ძალიან ეგ თვითონ პრაქტიკაში გამოცდილება ძალიან ბევრნაირია, ყველას თავისებურად აქვს დაცდილი რა. მოკლედ აბა დაწერეთ კომენტარებში ვინც რაც იცით. ხო რაც შეხება აი ამას ავაწყობ ახლა და გაჩვენებთ ბაჭიები იქნება შიგნით გაშვებული, ანუ სიტყვაზე გარეთ რო გავალ და ასე ვთქვათ, თავზე ხო არ უნდა ვადგე ქათამს და იმას. დროებით შიგნით ესე ვთქვათ, ანუ დიდი ქათამით თავაწეული ესე ვთქვათ იმას იზავს, ეს თავზე ასახდელია. ანუ კისერმოღრაცილი არ იქნება, ანუ ზომა სპეციალურად დავიცავ ისეთი, რომ თავგაშლილი იქნება ქათამი შიგნით და ტერიტორია შეუცვლი და ქათამიც გასკოდომამდე ჭამს ამ იმას, რა ქვია, ბალახს. და კურდღელი ხომ მით უმეტეს და აქ ანუ იმდენი მაქვს გადასაყრელი ტოტები საწავიღო ხოლმე აღარ ვიცი და ჩაუყრი შიგნით და მე რაც უნდა ის უკენა. მოგეთ თითქმის აი ცოტა ხორბალი და ის მარცვლა აი თვეში 1-2 კილო მომიწევს ყიდვა, თორე დანარჩენი აქ იმდენად ბუნებრივი მასალაა, რომ ბუნებრივად ყველაფერი ხარობს და მოგეთ საჭმელი აქვს დოყელა რა ბუნებაში. ამიტომ ქათმები და მებოცვრეობა და კურდღლები და ბოცვერი და
ქათამი გირჩევთ რომ გაამრავლოთ რა.